მე ვარ ლუკა ცხადაია, 13 წლის თვითონასწავლი დიზაინერი. ხელოვნება ყოველთვის ჩემი საქმე იყო და ყოველთვის ჩემი გატაცება. ბავშვობიდან მხატავ. შემდეგ გავიზარდა მე, გაიზარდა ჩემი ფანტაზია, გავზარდა ჩემი წარმოსახვითი სამყარო. თავიდან სენამატამის სტანზე შევკერავდი პატარა მანეკენებზე, ვაკებდი ქინცთავებით ნაჭრებს და ვაკეთებდი პატარა კაბების ესკიზებს. არავინ არ უყურებდა ჩემ გატაცებას სერიოზულად, მათ შორის არც მე, მაგრამ შემდეგ როცა ადამიანს გაინტერესებს ერთი სფერო, მიყვები და მიყვები. გაზრებული არ მქონდა თუ რას ვაკეთებდი, უბრალოდ ერთი ღამე როცა ვერ იძინებ, რაღაც გაწუხებს და უცბად ხედავ საკერავ მანქანას და უცბად გინდება რაღაცის შეკერვა. შევკერე კაბა, გაიდო სოციალურ ქსელში, მაგრამ მე ვნახო არ ქონია. ამ ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი თავისთვის და რომაც არავის არ უზიარებ, შიშუფრ ნაკლები გაქვს, რადგან არ იცი ადამიანს მოეწონება, არ მოეწონება და ყველას კომენტარი და ყველას აზრი მოქმედებს შენს ხასიათზე. შემდეგ გავაგრძელე ეს ყველაფერი და მოვიდა ერთი დღე, როცა გადავწყვიტა TikTok-ზე დამედო ჩემი ვიდეო, რომელმაც n რაოდენობით ნახვა მოიპოვა ერთ დღეში. და თან რო არც ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოგივა. არც აზრს არ გამიაზრები ეს ყველაფერი და უბრალოდ შედიხარ TikTok-ზე და ხედავ, უამრავი ნახვა აქვს, უამრავი დადებითი კომენტარი აქვს და ფიქრობ, რომ თუ თქვა მე ეს ერთხელ შევძელი, შემიძლია კიდე გავაგრძელო და დღეს უკვე საკმაოდ დიდი მასშტაბის ყავს ის ხალხი, რომელსაც მე ვუყვარვარ. ძირითადად მე ვკერავ კლასიკურ კაბებს. მაგრამ ამ კლასიკაშიც არის ყოველთვის გამორჩეული და განსხვავებული კაბები. მაგალითად, ეს ქართული კაბა, რომელიც საერთოდ განსხვავდება ამ კაბისგან. ასევე არის ესეთი კლასიკური და რეტრო კაბა, რომელიც მარგალიტებშია გაფორმებული. როგორც წესი, კლასიკას მიმართულება არ აქვს ერთი, მაგრამ საერთო ჯამში კლასიკა გამოდის. ეს არის ეს ჩემი ფავორიტი კაბა, უბრალოდ კაბის ნაწილი ან კორსეტი, იმიტომ რომ საფრანგეთი მაინც ჩემი ფავორიტი ქვეყანა საქართველოს შემდეგ და როკოკოს ეპოქა. იმიტომ რომ როკოკოს დროს ყველაზე დიდი და გამორჩეული კაბები ეცვათ დედოფლებს და იმითია ის ინსპირაცია მიღებული. ბევრი მაშინ ვარ დაიჭერს, მაგრამ არასდროს, არავის არ დამხმარებია კერვაში, არასდროს. ამ ყველაფერს მეც ხანდახან მეკურს საიდან ვისწავლე, მაგრამ დიდი ალბათობით თანდაყოლილი ნიჭია. თუ ადამიანი არ ადევნებს თავს მოდის სამყაროს, შეუძლებელი ის გახდეს დიზაინერი, ან შეიცავდეს მოდის სამყაროში რაღაცა ნაწილს, იმიტომ რომ თუ არ იცი ამ წელს რა არის მოდაში, რა ფერებია მოდაში, ან როგორი სტილი, ამ შეუძლებელია გახდე დიზაინერი. ძალიან ბევრი ქართველი ცნობილი დიზაინერია ბიჭი და ყოველთვის რო ყვებიან თავიანთ ისტორიებს, ამბობენ რომ ყველაფერი დაიწყეს ნულიდან, ყველა ეუბნებოდა რომ ძალიან ბევრი მოშურე ყავდათ, მაგრამ დღესდღეობით ჩემი ფავორიტი დიზაინერი მაინც დებდა გვასალია, რადგან საქართველოდან დაიწყო პატარა რაღაც ოცნება, რომელიც ეს ოცნება გაუხდა ცხადი და მეც ამის იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩემი ოცნება ასრულდება.